დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის პასუხად მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მოთხოვნილი წამლების სიცოცხლისთვის სახიფათოა, მათი ფუნქცია კი სიცოცხლის გახანგრძლივება არ არის. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სარჯველაძემ ასევე თქვა, რომ ამ მედიკამენტების ფუნქცია ეტლის გამოყენების საჭიროების 3 წლამდე გადავადებაა, თუმცა წამლის შესაძლებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისივე თქმით, დღეს დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. სარჯველაძეს კონკრეტული მედიკამენტები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მედიკამენტი შარშან რომ შეესყიდა, ის ერთი პაციენტისთვის 3.200.000 ამერიკული დოლარი დაჯდებოდა. რამდენადაც ინტერესი მაღალია ამიერიდან საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ, მათ შორის და მაგალითად საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მომზადებულია ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით ზოგიერთი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება გაუფართოვდებათ. სარჯველაძემ თქვა ისიც, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია კორტიკოსტეროიდებს აქვს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით უკვე გათვალისწინებულია. მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა ან წამალი ან არაფერი, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს, სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას კურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ფატალურ შედეგს იწვევს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს. სარჯველაძის განცხადებას მშობლებმა დღეს უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მშობელმა ორგანიზაცია ერთად ბრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. თავმჯდომარე ზაქარია გვიშიანმა თქვა, რომ თუ დღეს არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას შეაჩერებს, ბავშვებს უნდა მიეწოდოს, რადგან ხოლშემუშავებული მედიკამენტით შეიძლება ის სრულად განიკურნოს. მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა დღეს და ამტკიცებს, რომ არც ერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული. არა და არაერთი მედიკამენტია აღიარებული, რომელიც აღიარა როგორც FDA, ასევე EMA. მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ არის არაერთი მედიკამენტი და ჩვენ გვაქვს სოციალური ყავს სოციალური მაგალითები ჩვენი მოქალაქეების სახით. მიხეილ სარჯველაძემ დაიწყო მხოლოდ ფასი და არ დაასახელა მედიკამენტი LMDC, რომელთანაც შეიძლება კომპანიასთან მოლაპარაკება არა 3 მილიონის ფარგლებში, არამედ ნახევარ ფასად, მესამე ფასად და დროში გადანაწილებით. როდესაც საუბარია, რომ შესაძლოა გადავაგდეს დაავადება, ეტლში მიჯაჭვულობა 5 წლით, 10 წლით, ჩვენ არ ვიცოდით და არ ქონდა ინფორმაცია და არ იყო რეგისტრირებული მედიკამენტები 2-3 წლის წინ. დღეს გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს ამ დაავადებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სრულად ხდება ამ მედიკამენტებით ბავშვების განკურნება. ეს არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვიყვარს. არც ერთ ტელევიზიაში და არც სამინისტროში შეხვედრების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ 2-3 წლის წინ არ იყო მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავდა ამ დაავადებას, დღეს გვაქვს ის მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავს ამ დაავადებას და შესაძლოა 1 წელში, 2 წელში და 3 წელში სრულად განიკურნოს ეს დაავადება ახალი მედიკამენტებით, რადგანაც უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ეს კვლევები არის დასრულების ფაზაში. ეს არის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ამერიკა და სრულად შესაძლოა იყოს დაავადება დამარცხებული და თუ ჩვენ დღეს არ მივაწვდით იმ მედიკამენტებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე და აღიარებულია არაერთ ქვეყანაში და ზეიმობს არაერთი ქვეყანა ამ დაავადების პროგრესირების შეჩერებას, თუ გვაქვს ეს მედიკამენტები, დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, რომ ხვალშემოსული მედიკამენტით სრულად განიკურნოს ეს დაავადება. ვინ მიცათ მას ამის უფლება, რომ ბავშვებს ეუბნებიან, რომ 3 წელი ჩვენ არაფრად არ გვიღირს. ეს არის დიდი უნამუსობა და იმის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში შეშემოპირეს და
იშვიათ დაავადებებს არ აღიარებენ პრიორიტეტად და განწირულები არიან, მაგრამ მინდა ვუთქვა, რომ ის დრო დასრულდა, ის სიბნელე, როდესაც ძიუშენის პაციენტები სახლში მარტო მყოფები, უსუსურები იღუპებოდნენ და ექიმიც კი არ ყავდა წამალის და დღეს მინისტრი ტოვებს ორლარიანი დეფლაზატორის იმედად დეფლაზატორის, რომელიც საზოგადოებას უნდა უთხრა, რომ დღევანდელ ახალ მედიკამენტებზე უარესია. ჩვენი შვილები არც სიმაღლეში იზრდებიან, კატარაქტა ემართება, ღვიძლის ფუნქციები, ყველა უკუჩვენება ამ ადამიანმა წაიკითხოს, დეფლაზაკოტის უკუჩვენებები წაიკითხოს პირდაპირ ეთერში, იმ დეფლაზაკოტის, რომელსაც უფასოდ გვაყრიან სახეში და გვეხვეწებიან, რომ ჩვენმა შვილებმა ეს პრეპარატები მიიღო და ამის იმედად იყავით. ამიტომ მოუწოდებ საზოგადოებას გამოფხიზდნენ, გვერდში დაგვიდნენ, ჩვენ დედები ვართ და ჩვენ არ ვიტყვიართ. მიხეილ სარჯველაძის განცხადება დღეს ოპოზიციის ალიანსმა შეაფასა, მათი თქმით მორალს მოკლებულია საუბარი, რომ არსებული მედიკამენტები არაეფექტურია. მორალს მოკლებულია სრულიად საუბარი იმაზე, რომ დღეს არსებული თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური და რაღაცა წლების თვლა და ასე შემდეგ. ყოველს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, თვე და წელი ამ ოჯახებისთვის, ამ ადამიანებისთვის, ამ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. ის კი არა, რომ 30 მილიონი დაიხარჯოს ნახევარ წელიწადში მანქანების შესყიდვაზე, არამედ ეს თანხები იყოს მიმართული ამ და სხვა დაავადებების სამკურნალოდ პრობლემის მოსაგვარებლად და არა დისტანცირებისთვის რაღაცა სტანდარტული ფრაზეოლოგიით ან არასაკმარისი სერვისების შეთავაზებიდან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, მოგვარდეს აკონტროპლაზიის მაგალითიც არსებობს ამ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ სწორედ ის ცვლილებები, რაც მოხდება ამ ქვეყანაში აუცილებლად, მოიტანს ცვლილებებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვაში. მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს პარტია გახარია საქართველოსთვის. ქეთევან ბაკარაძის თქმით, სარჯველაძემ ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე ფაქტობრივად უარი განაცხადა. ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი ფაქტობრივად ტრაგედიისთვის გაწირა. ბავშვები, რომლებიც სწორედ მისგან ელოდნენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ერთადერთ შესაძლებლობას. მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომლებზეც აპელირებდა ბატონი სარჯველაძე. აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხი, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად ესაჭიროება. მედიკამენტების მოთხოვნით მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა წუხანდელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის დროს პოლიციის თანამშრომლებმა მშობლებს უფლება არ მისცეს ადმინისტრაციის წინ სკვერში ეგრეთ წოდებული პუფები შეეტანათ. ამის გამო მშობლების ნაწილმა ღამე პარკინგზე, ნაწილმა კი სკვერში ხის სკამებზე გაათენა. პროტესტის მონაწილე მშობლებისთვის დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შეზღუდვას დღეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა და ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების მართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას და განმარტა, რომ ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება. მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე. ამდენად საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. უკვე წელზე მეტია, რაც მშობლები შვილებისთვის შესაბამისი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, ასევე ორ თვეზე მეტია ისინი ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.